კაცი იძახდა იმას, რომ მღვდლისა არ აგწამს, მღვდლისა არ აგჯერა, ესე იგი, მღვდლების, აი ამ საპატრიარქოს ორგანიზაციის მღვდლების არ აგჯერა და იგივე შენ საკუთარ შვილს ან შვილიშვილს მიარბენინებდე იმ მღვდელთან, რომელზეც იძახი რომ არ მჯერაო, ამ შენს შვილს და შვილიშვილს მიარბენინებდე ამ მღვდლებთან და შენი გაგებით ანათვლინებდე, ესე იგი, და შენ გჯეროდეს რომ ესენი ნათლავენ შენს შვილს ან შვილიშვილს, ან იგივე შენ ამბობ რომ მღვდლის არ ამჯერაო და ვიღაცა რომ მოგიკვდება მღვდელს მიაბენინებ იმ შენს მკვდართან რომ წესი აუგოსო, რა უნდა გიწოდო ასეთ კაცს, ესე იგი, რომელიც ერთი და იგივე ადამიანი, შენ ერთი და იგივე ადამიანი, თან ამბობ რომ მღვდლის არ ამწამსო და თან მღვდელთან მიარბენინებ შენს შვილსა და შვილი იქნება თუ შვილი იქნება თუ ვინმე სხვა იქნება, ვინც შენი მეურვეობის ქვეშ არის. ჯერ კიდევ აგერ ღმერთმა უფალმა იესომ წმინდა წერილი დაგვიწესა კაცობრიობას აბსოლუტურად ყველას, მორწმუნეებსაც და ზოგადად ყველა ადამიანს, იმისათვის რომ აი აქედან ვისწავლოთ, ვირწმუნოთ მისი და ვიცოცხლოთ. და თავად უფალმა იესომ თავის მოციქულებს ჩააწერინა აი აქ ბიბლიაში, რომ უფალმა გააუქმა სამღვდელო სარიტუალო სისტემა, რომელიც ძველი აღთქმის დროს იყო უფლის მიერ დადგენილი. ახალ აღთქმაში უკვე უფალმა გააუქმა სამღვდელო სარიტუალო სისტემა და თვითონ უფალი იესო გახდა მღვდელი. ოღონდ არა იმ რიტუალური გაგებით, რა გაგებითაც ძველი აღთქმის მღვდლები იყვნენ, რომ პერიოდულად წამდაუწვიმ სხვადასხვა მსხვერპლ შესაწირავებს აღასრულებდნენ, არამედ იესო ქრისტე გახდა მღვდელი, იმით რომ მან ერთადერთი მსხვერპლი თავისი საკუთარი სხეული შესწირა ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, რომ ჩვენ ცოდვისგან გამოვესყიდეთ, ცოდვისგან გამოსასყიდი მსხვერპლი უფალმა იესომ საკუთარი თავი შესწირა ერთჯერადად. უფალმა იესომ თავის თავზე აიღო ჩვენი ცოდვები, მოკვდა ამისათვის თავისი სისხლით გაგვწმინდა ცოდვებისაგან, მოკვდა ამისათვის და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით და იგი გახდა მღვდელი მელქიცედეკის წესით. და სხვას აღარავის აქვს უფლება იყოს მღვდელი და მით უმეტეს ამ ტაძრებს რო აშენებენ, ეს ტაძრები უფლის მიერ არ არის დადგენილი. და შენ ის ადამიანი, ვინც ამბობ რომ მღვდლისა არ ამწამსო და მაინც ამ მღვდლებთან მიარბენინებ შენს შვილს და შენს შვილიშვილს და გჯერა რომ ესერი მინათლავენო და ნათელ მირნობაო და აი ეს ტერმინები ისე გაქვთ გაუაზრებლად გამჯდარი, რომ საერთოდ არ იცით ეს ნათელი რა არის, ან მირონი რა არის. ეს მირონი ძველ აღთქმაში იყო დაწესებული და მირონის დამზადებისა და მოხმარების უფლება არავის ჰქონდა გარდა აარონიანი მღვდლებისა. და ახალ აღთქმაში უფალმა იქ მირონიც გააუქმა და რაც შეეხება ნათელს, ნათელი არის თვითონ იესო ქრისტე და თუ იესო ქრისტეს წერილს არ ისწავლი და აქედან არ ირწმუნებ იესო ქრისტეს სიტყვებს, შენ ვერც მოინათლები, ვერც ნათელღებული იქნები და თუ შენი ნებით წაუყრუებ და უფლის წერილს არ ისწავლი, მიუხედავად იმისა, რომ შენ გაგონილი გაქვს იესო ქრისტეს შესახებ, მაგრამ არ ისწავლი მის სწავლებას, შენ ვერ დაიმკვიდრებ ნათელს. და აი ამ უაზრო რაღაცა იმეებს მოეშვით, აი ამ გამონათქვამებს, რომ აი მღვდლის არ ამწამს და თან ამ დროს თქვენი შვილები და შვილიშვილებს, თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს მიარბენინებთ ამ მღვდლებთან. თქვენ გულწრფელები არ ახართ, თქვენ რო გულწრფელები იყოთ, მინიმუმ თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს არ წაიყვანდით ამ მღვდლებთან, ან თქვენს რომელიმე ახლობელს, ვინც თქვენი მეურვეობის ქვეშ არის და არც თქვენს რომელიმე გარდაცვლილი ახლობლის ცხედართან მიიყვანდით ამ მღვდლებს, ვითომ ამ რაღაცა წესის ასაგებად. თქვენ რომ გულწრფელები ყოფილიყავით, თქვენ თვითონვე მინიმუმ ამათთან არ ივლიდით და მეორეც თქვენ თვითონვე აიღებდით ღვთის ბიბლიას
ხელში აიღებდით, ისწავლიდით და ღმერთს დაუჯერებდით და თქვენ ახართ ამ საპატრიარქოს ორგანიზაციის თანამშრომლები ხართ. თვითონ რო ამბობთ, რომ აი მღვდლისა არ ამწამსო, მაგრამ მაინც ამათთან დარბი ხართ და მინიმუმ აგერ ამათ აშენებულ ტაძრებში სანთელს რო ანთებთ, ეს ვინ დააწესა უფალს, ეს არ დაუწესებია და თქვენ აი ასე ხართ თავმოუტყუებულები, მღვდლის არ ამწამსო და არბენინებთ თქვენს შვილებს ამ მღვდლებთან, ან ამ მღვდლების მიერ აშენებულ და ნებადართულ ტაძარში. და ამ დროს ღმერთი ბიბლიიდან გვეუბნება იმას, რომ იგი არ მკვიდრობს ადამიანის ხელით აშენებულ ტაძრებში. წაიკითხეთ ბიბლია და გაიგებთ ამ ყოველივეს და თუ გინდათ რომ გულწრფელები იყოთ, ბოლომდე გულწრფელები იყავით. ერთი პირით ამბობთ, რომ მღვდლისა არ ამწამსო და მერე იგივე თქვენი ხელით მიარბენინებთ თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს ამ მღვდლებთან, ეს ძალიან დიდი წინააღმდეგობაა და აი ასე აბდაუბდა აზროვნება რო გაქვთ. თქვენ თვითონვე დაფიქრდით აი ამაზე, რასაც აკეთებთ, რასაც ამბობთ, იმის საწინააღმდეგოს რატომ აკეთებთ.